4 საათი იყო დამირეკა ბიცოლაჩემი ცხოვრობს ჩემს გვერდითო რაღაც ხმები არის არაადეკვატურიო და რა ხდებაო მე ვთქარი ბიცოლა არაფერი ქარი იყო შუქი არ იყო ნუ გეშინია ბიცოლა მე ვთქარი არაფერი არ ხდება ფეჩ დავანთებ და გადმოგიყვან ჩემთან ვდგები გავდივარ წინ ვაღებ კარებს და ვხედავ რომ უკვე პლოშადი გაბზარული არის ამ დროს რეალდების სახში უძახი ოჯახობას რომ ადექი რაღაცა ხდება ბავშვები გავაღვიძე გავიქცეთ გამოღვიძე დედა ჩემის აი განწირულმა ხმამ რომ დროზე ადექით მეწყერი მოდის და სასწრაფოდ უნდა გავიდეთ და ატარაშვილი ავიყვანე ხელში უცებ საწოლიდან გამოვიქეცით ქვევით პიჟამოებით გამოვარდით გარეთ ახლა ბუნებრივი არ ძალიან ესეთი სიცივე იყო მაგრამ ხმა მოდიოდა ისეთი სასწაული ხეების ლეწვის ხმა მეთქი всё აი უკვე გადაგვივლი სადაც არის იმდენად ახლოს იყო უკვე ეს ხმა ვაღვიძებთ ბავშვებს უცებ შემომყავს მანქანაში ვსვამ ამ დროს მირეკავს ბიზაშვილი რომელიც დაბლიდან მოდის ცენტრალური გზიდან და მეუბნებ ასეთამეს ოთარი თავს უშველე ბავშვები წამოიღო ოღონდ დაბლიდან არ წამოხვიდე ეცადე გაიქცე ზევით გაასრო აქეთ ვერ ჩამოხვალ გადაკეტილია მოაქვს სახლები მოაქვს მიცვალებულები რა უნდა მექნა რომ ჩავსვეს ბავშვები და გავგვივარ ზევით და მხდება სურათი უკვე ჩაწყდა ჩემს უკან ბეტონები წინ ბეტონები და მთელი ტყე ღრე მოაქვს ვაჩერებ მანქანას გადმომყავს ეს ბავშვები და ვიწყებ ყვირილს უაზრო ყვირილს გოჩა არის მეზობელი გოჩა მიშველე ამ დროს არც გოჩა სიბნელე რა ვიცი ვერ ვეხვწე ხმა იყო რაღაცა არაადეკვატური ღმული წრევა ფშნა ბავშვების ჭივილი გვიშველეთ მაგრამ არავის არ ესწრებს წვალობდით ერთი 10 წუთი ვიწვალეთ მოგზდევ და გავრბოდით მაგრამ სად გავრბოდით აღარ ვიცით ფეხსაც ვერ ვადგამდით რა ფაქტიურად ხეების მწრევა ბეტონებში ვარდებოდით რომ იმტრევოდა ბეტონები წაიქცეოდა მეუღლე წამოვაყენებდი გამოვართვედი ერთ ბავშვს ავსვამდი ამ დროს მანქანის შუქი სიბნელე იყო უკვე სადღაც 5:30 ეს მანქანის შუქმა დაარტყა ზევიდან გადმოვიდნენ უკვე ბიჭები იყვნენ თვითონ სოფლის ბიჭები და მაშველები ხო და მანქანის შუქზე შეგვამჩნიეს ხო და ყვირილში რომელი ხარ და მივაწვნიეთ როგორ მეხმარო ოთარი ვარ და მიშველეთ ბავშვები მეხოცება იწვალეს ამ ბავშვებმა ბიჭებმა მაშველებმა ჯაჭვი რაღაცა გზები განათებაც არ იყო ემათ ფანერები ჰქონდათ რაღაცა ამომიყვანეს ამომაყვანიეს ბავშვები ამოვედით ჩვენ სამოგვიყვანეს და ჩვენი ამოსვლა ჩავხსენ და ჩამოიშალა კლდე ჩავიელანტა რომელიც ტელევიზორში დასეს არის და ვერ გამოყვას არის ჩარჩენილი და მაგელანტის საშუალებით და მაგის შუქების საშუალებით არის ეს ჩემი ბავშვები დღეს ცოცხლები რო ვარ ჩემი ბავშვები და ჩემი ოჯახი რა მაგის შუქზე დაგვადგენ და მაგის შუქზე მოგვაგდნენ თუ არა ისე ჩავიხოცებოდით და ეს მეწყერში მოყვებოდით კაცრიშველი ვერ მოუპოვდა გადაგვარჩინა იმან რომ წვიმიანი ამიდები არ იყო ის რამდენიმე დღე თორე წვიმა რო ყოფილიყო უარესი შედეგები დადგებოდა რაც იყო შოუში და ან შეიძლება ცოცხალი აღარავინ აღარ დარჩენილიყო იქ ამ დროს ახლა მე მშობლები მყავდა ესენი ჩამოვიყვანე უზრუნველად მასკენ და დავბრუნდი მაშველებიც ყველა იქ იყო რა ვერ ვიტყვი რომ მაშველები არაფერი ფეხთაფეხ მოგზდებდნენ მაგრამ მაშველებმა არ იცოდნენ საით ასულებან ახლა ჩვენ უფრო ვიცით გზა მთელი სოფელი დაღვიძებული იყო უკვე ერთმანეთის გადაძახილებით დარეკვებით ახლა 12 ოჯახი ვართ ადგილზე ვინც ვიყავით აი პატარა დაბლა გოგოლაშვილებშიო და ეს დრო გაიწელა ესე მეგონა რომ ეს 2 საათნახევარი იყო ანუ 2 საუკუნე აი აღარ გათენდა რომ გვენახა რა ხდებოდა და რომ გათენდა და გავიხედეთ სკოლიდან საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდით რა ხდებოდა აი უზარმაზარი კლდის მასა ჩამოსული იყო ჩვენ სახლებამდე აი უზარმაზარი ტალახის ნანგრევების მასა დაშლილი სახლი დამტვრეული ყველაფერი იფშნებოდა მოვდიოდი ჩავარდა ერთი სახლი მიცვალებულებთან უკვე მოდიოდა ეს ლაფები ფეხს ხო დავადგამდით გამოვიდოდ უკვე ნაპრალი კეთდებოდა 6 საფლავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის დანარჩენი საფლავები დახსნილი არის უფრქვები აქვს ჩამოცვენილი მაგრამ 6 სასაფლაო არის როგორ იცი ვერ აღწევთ სადა მიცვალებული სადა სასაფლაოს ყვა წასული ვერანაირად ვერ აღწევ მიწა დატრიალებული აზელილი არის
ჩამოდის და მოწოლილი არის და მოყავს და მოყავს. მამით ჩემი დაგუძალე 3 თებერვალს 10 მარტს მქონდა 40 და 2 დღეში მოხდა ეს ამბავი. მამას სასაფლაო დასვენება. ანუ რა ვიცი როგორ თქვა, ეხლა ყველაზე მეტად მინდა რომ იქნებ მოხდეს რომ სხვა ადგილას გადავასვენოთ რა, იმიტომ რომ მაგრამ შეუძლებელია იქ შესვლა ისეთი სიტუაცია ეხლა მით უმეტეს. იქეთაც ღელე ჩადის, ჩვენი ხარია, უკან ღელე ჩადის და ისიც წამოღებულია ის ფერდი და აქეთაც წამოღებული. ღელას პროცესი კი, ეგ არის. აი ეს სახლი არის ჩატანილი თუ არა იყო, აი მანქანიდან 3-4 ნაბიჯი მოშორებული, მაგრამ წაღებულია. ამ გაჭირვებულმა ახლა ქუთაისში გაყიდა სპინა და ააშენა სახლი. ეს ხომ მე დაღუპული ვარ და ეს ჩემზე მეტი დაღუპული არის კიდე. ამან ბინა გაყიდა ქუთაისში ბოხაიძეზე და წამოვიდა მამა პაპის ადგილას ააშენა მეტელახს ახლა აგებდა. აი გზემოთ ხომ არის მთა ჩამოწყვეტილი. ხო, აქ ერთი სახლი ედგა კიდე. შოთაუჩი ჩავიდა მძის. ამის ძმისშვილის, ხო. აქ სახლი ედგა ერთი, ჩაიტანა. შეფერი ეფარა და მარტო შეფერი ჩადა. სახლი ყოფილა. გოგოლაშვილების სახლი ყველაზე მძიმე ვითარებაში. გოგის სახლი დიახ. ხო, საშინელ მდგომარეობაშია. თხილად იყავით. ეს არის ერთ-ერთი პირველი სახლი ტყიბულის სოფელ კურსებში, რომელიც დაინგრა მეწყრის შედეგად. ეს ადგილია ზუსტად მეწყრის ეპიცენტრი, შუაგული. ამის ზემოთ კიდევ 2 სახლია დანგრეული და ის მთა, რაც არის მოწყვეტილი, აი მეწყრის თავი, საწყის წერტილი, სადაც არის, იმასაც ვნახავთ. ეს ფერდი არის 2 ხევს შორის მოქცეული და მთლიანად წაღებულია. თითქმის ყველა სახლი დანგრეულია რა. ადამიანებს არ უშვებენ ფრინველი, საქონელი, ყველაფერი უპატრონოდ არის სამწუხაროდ მიტოვებული. ტელეფონი დავარდნიათ. ეტყობა რომ გამორბოდნენ სიჩქარეში, ნახე. საწყალი ხალხი, ღამე რომ მორბოდნენ. ვაჰ. ამდენი ხანია იქ მაცხოვრებელი არიან ჩემი მშობლები, მე რამდენი თაობა და არაფერი ესეთი შემთხვევა არავის არ ახსოვსო. ჩვენს დაბლა არიან ბეროძეები. არის მოსახლეობა, რომელსაც გაუარა გვერდი. სასაფლაოს დაბლა ჩამოუყვები, ბეტონი არ არის საერთოდ გარყეყულიო. სასაფლაოს პულსი აკეთებ და იმის იქით იწყება საშინელება. რასაც ქვია, რომ ფილმებში დაც ვარ მინახია ესეთი რაღაცა და ვერ წარმომედგინა თუ ეს როდესმე მოხდებოდა ჩვენს თავს. ერთი კვირის წინ სასაფლაოებს სადაც ყველაზე მეტადაა წამოუღებელი იქ არის ბეტონი იყო დასხმული და ბეტონს ჰქონდა სანიაღვრე გაკეთებული. ეს სანიაღვრე ისეთი დეფორმაცია მიიღო ამ ბეტონმა სანიაღვრე ამოაგდო და გვერდით არის ქვის ზაბორი და ნახევარი მხარე მოხსნა. და ჩვენ საერთოდ არ მივაქციეთ ალბათ ის თქვით რომ არა ეს ბეტონი კაი გაკეთებული, აი ეს ვიფიქრეთ. ამოვიგეს და ჩვენი ძალებით ცილა ავიტანეთ და რომ მანქანით გადასულყებ ჩავყარეთ ცილა შიგნით. რომ მე კიდე ცილა წავიდა დაიმატა და რაღაცა გაკეთა უგორივით. მე ამაზე მიყვა ახლა ჩვენ ვინც ავართ ახალგაზრდები თქვით რაღაცა კიდე ჩაიტანა რაღაც ჩავასხათ ბეტონის ჩასხვას ვაპირებდით რომ გავაკეთოთ, გავამაგროთ ჩვენი ძალებით თქვა. რამდენიმე დღით ადრე აქტიურად ფუჭდებოდა წყალი. შლანგების წყდებოდა რაღაც გადამის ადგილებში. აი იმ ტერიტორიაზე, სადაც გზა არის უკვე გაფუჭებული, ქუთაისი, ტყიბული, ამბროლაურის მე-6 კილომეტრს რო ახსენებენ, იმ ტერიტორიაზე რაღაც მომენტში გზამ ჩაიწია ესე. სანამ ეს მოხდებოდა, 1-10 დღის წინ მოხდა. შენიშნენ ხო და გამოვიდნენ მაგენი. რო ბზარები გაიკეთა სახმა. გეგელაშვილების სახლი არის. კვირა ხო მასე იქნებოდა 1 კვირის წინ გამოვიდა მაინც ბავშვები ყავდა და შეეშინდა რომ ბზარი გაიკეთაო სახმა. მაგრამ მამა დარჩა იქ, მაგრამ მამაც იმ დღეს ჩვენთან ერთად გამოვიდა მე წვალებით. ვერ წარმოვიდგენთ, არ გვეგონა. ჩემს და ჩემ ოჯახის იმაზე მამამ ყავს პენსიონერი, თავის დღედამოსწრება წვალებით, ეს ერთი სახლი გვაქვს.
არანაირი სხვაგან არც ბინა, არაფერი, ერთი მანქანა მყავდა, საქონელი ყავს და ყველაფერი ჩაგვჩაიჩნა. რაც გვეცვა, იმითა ვართ გამოსულები, რომ არც საბუთები, ახლა პასპორტი დედაჩემის ისინი, არაფერი, ყველაფერი გდაგჭა, რაც იმ სიბნელეში მოვასარით და შემოვიცვით და წამოვიღეთ, მაგითა ვართ. გარეთ არ შენილები, უსახლოთ, უკაროთ, არ ვიცით, უბრალოდ რა გვეშველება, ანა, რითი უნდა დავიწყოთ ცხოვრება, რა უნდა გავაკეთოთ. რა შემოგთავაზებენ, გვპირდებიან, ყველაფერს იქნება, რო გთხოვეთ, იქნებ შეგვიყვანოთ, ხო, რო არ ვიზარალო ეს საკონლები, ხო, ჩამოვიყვან და გავყიდე, ხო, ჩემთვის რაღაცა არის. ხო და ვერანაირადო. ვერ შეგიყვანთ. იმიტომ რომ ისევ ის მდგომარეობა არის. უკეთესობისკენ ვერ მივიდივართ, უნდა ვილოცოთ, რომ არ გაწვიმდეს კიდევ. წვიმათო მე გვართულებს. ვერ ფიქრობთ, ველოდებით, როგორ ასე აგვიკეთებენ და როგორ დაგვიდგებიან გვერდით. თუ ალტერნატივა და რაღაც არ დაგვეხმარენ, დამჩება შვილები. 12 წლის ნანატრი შვილები მყავს, 12 წელი შვილი არ მყავდა, შემეძინათ ყუპები 4 წელს არიან და არ ვიცი. მინდა რომ რაღაც დაუტოვო, მაგრამ რა დაუტოვებ? ღმერთის ნაშევარ და არ ვიცი. ჩვენ ახლა ქუთაისთან ძალიან ახლოს ვართ ქალაქ ქუთაისთან და მაქსიმალურად ვართ დაკავშირებული ქალაქ ქუთაისს. აქ გვაქვს სამსახურები, აქ მუშაობთ, შვილები აქ დაგვყავს ბაღში, სკოლაში. ან ძირითადად ეს არის ჩვენთვის ესე აქტიური მხარე და ქუთაისში ხა 30000 ლარად ავტოფარეხის ყიდვაც კი გაჭირდება. ანუ ამბობენ რომ ზარალი უნდა დაითვალონ. ეხლა ამ ეტაპზე გვპირდება რომ ქირით გავართ. ქირით გაყვანის შემდეგ რა იქნება უკვე აღარ ვიცით. ქვის სამქროში მუშაობ, პარლოვკაც ხელოსანი ვარ. სამუშაო ყველაფერი მამაკ სოფელთან მაკავშირებს. მანდ მუშაობ, რაღაცას თუ შოვლობ, მაკედან მუშაობ, შრომით, ჩემი წვალებით. ვერანაირად მე სხვაგან რო წამიყვანო, სავაღო როგორ უნდა ვიარო სამუშაოდ ამ ხელამ სადმე თო გადამასახლო, ხო აქ ხო უნდა ვიარო სამუშაოდ, არ ვიცი, ძნელი იქნება, ძალიან ძნელი იქნება. აი სადმე ახლომახლოს იქნებ მოხერხდეს მაგალითად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყოფა. ჩვენ არ ვითხოვთ დიდ მიწის ნაკვეთებს. და ის კომპენსაცია რაც შეიძლება ისეთი იყოს, რომ ელემენტარული საცხოვრებელი სახლის აშენება მაინც შევძლოთ. ანუ ცირედი არ არის საუბარი, რომ ანუ 400 და 500 კვადრატული ააშენა, ხო? ანუ რაღაც ელემენტარული შეხვედრა იცხოვრო. ამ დღეში ჩაგვაგდო, რაღაცა გადავრჩი და ბავშვები გადამირჩა და რა ვიცი, მსხვერპლი არ არის. აგით ვიიმედებ გულს.